ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალი სამყაროში არის ლიკა ქაუჯარაძე. მაგრამ არის აქეთ მეორე მხარეს დგას სოფიკო ჭიაურელი, რომელიც არ ვიცი. წარმოუდგენლად დიდი იყო ჩემთვის და ზუსტად ლიკა ქაუჯარაძე არა, მაგრამ სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის ისტორია მაქვს მომზადებული და უცებ გეტყვით როგორ იყო ეს ამბავი. თან თავარი პირობა გვაქვს ხელით უნდა დავწეროთ და მე წავიკითხოთ. იმიტომ რომ ხელით წერასაც გადავეჩვიეთ. მოკლედ სოფიკოს პირველი სიყვარული 6 წლისას წვევია. მშობლების მეგობარი, ცნობილი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე შეხვარებია, რომელსაც თურმე ეჭვიანობის სცენებსაც კი უწყობდა 6 წლის იყო თან არ დაგავიწყდეთ. სოფიკო ჭიაურელი თავად ასე იხსენებდა თავისი ბავშვური სიყვარულის ამბავს. ერთ ბედნიერ ზაფხულს დედამ გაგრაში წამიყვანა. ძლივს მეღირსა მასთან ერთად ყოფნა, მთელი ბავშვობა მენატრებოდა. ჩავედით და მეორე დღესვე ტელეგრამით გვაცნობეს, რომ დედას უფროსი ძმა გარდაცვლილიყო. უკანვე დაუბრუნებულიყავით, მაგრამ სოლიკომ დედას უთხრა, მე დავიტოვებ სოფიკოსო. დაორჩი სოლიკოსთან, რომელიც იმხანად ერთ ძალიან ლამაზ გოგოს ეთაყვანებოდა და გამუდმებით ყვავილებს უგზავნიდა. მოულოდნელად ეჭვიანობის სცენა მოვაწყე. თუ კიდევ ერთხელ გაუგზავნით ყვავილებს იმ გოგოს და ყურადღებას არ ვამაქცევთ, ავდგები და წავალ მეთქი. და როგორი რეაქცია ჰქონდა სოლიკო ვირსალაძეს, აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მაგარი. სოლიკო სულით ხორცამდე არისტოკრატი გახლდათ და მეც კი 6 წლის ღლაფს თქვენობით მომმართავდა. მერე ბოდიში მომიხადა და ყოველ დილით ბალიშთან ყვავილების თაიგულს მახვედრებდა. ესეთი სიყვარული იცოდნენ ადრე, რა ვიცი. და მინდა რომ დაბრუნდეს. სიყვარული გვჭირდება ძალიან. სად წავა? მაგარი გზნობა.